სანქციები ისეთივე საბრძოლო ტაქტიკა გახდა, როგორც ტანკები და დრონები. დღეს, როდესაც ქვეყნები ომში პირდაპირ სამხედრო ჩარევას ერიდებიან, სანქციების დაწესება ხდება ერთგვარი პასუხი აგრესიაზე. ასე ფული, გადარიცხვები და ტექნოლოგია თავად იქცევა იარაღად. ყველაფერი ის, რაც დღეს ერთმანეთზე დამოკიდებულ მსოფლიო ეკონომიკაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სანქციები, როგორც წესი, არის სია. ეს არის ხან ადამიანების, ხან კომპანიების, ხან ნივთების სია, რომელიც ამბობს, ამასთან არ ივაჭრო, ფული არ გადაურიცხო, ანგარიში არ გაუხსნა, ტექნიკა არ მიყიდო, ქვეყანაში არ შემოუშვა. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სანქციები რაღაც შორეული შეზღუდვებია, თითქოს ბიუროკრატების მორიგი სიაა და ჩვენზე, უბრალო ადამიანებზე გავლენა არ აქვს. მაგრამ, როცა აგრძელვები ძალაში შედის, ეს ცვლის არა მხოლოდ მთავრობის გეგმებს, არამედ მოქალაქეების ყოველდღიურობასაც.